თურმან მასპინძლობის სფეროში ვინაცვლებთ და მიმდინარე მოვლენების ინდუსტრიაზე გავლენას შევაჯამეთ ტაბერნე გურიაში აცანა არის დღევანდელი ნარატივის ფოკუსში და მის თამფუძნებელს კესო მახარაძეს ვუთმობთ ეთერს, რომელიც გვერდდება გურიიდან პირდაპირ ეთერში. კესო, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევით. ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ ჩართულობისთვის. კესო, საუბრობდით ჩვენ მიმდინარე მოვლენების გავლენაზე, გადაცემის პირველ ნაწილში, სამოქალაქო საზოგადოებაზე, როგორ ისახება ეს ყველაფერი, ეს პოლიტიკური კრიზისი, არსებული რეალობა თითოეულ მოქალაქეზე და სხვადასხვა სფეროზე. მათ შორის, როგორ იყო თქვენთვის ზოგადად შევაჯამოთ ეს პერიოდი, გასული წელი როგორ დაიხურა და ზოგადად რა გავლენა ჰქონდა აი 28 ნოემბრიდან განვითარებულ მოვლენებს თქვენს ბიზნესზე, მათ შორის ტურისტების მხრიდან აქტივობის ნაწილში. მოდით 2024 წლის დასაწყისზე ვიტყვი 2-20. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩემთვის, როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენლისთვის, 2024 წლის პირველ ნახევარს სხვა მოლოდინები ჰქონდა. გულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მათ პროექტებში ჩართულობით მე ბევრი ბენეფიტი, სარგებელი და რამდენიმე მცირე გრანტი მოვიპოვე. და 2024 წლის პირველ ნახევარში დასაწყისში გაზაფხულზე ჩანდა, რომ 2024 წელი ჩემთვის უნდა ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული წელი. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. იმის იმედს, რომ მოლოდინის სხვა მქონდა, აი ამ იმედს გავამყარებ იმ ინფორმაციით, იმ ფაქტით, რომ დასაწყისში ევროპის 4 ქვეყნის მიერ ტაბერნე გურიაში აცანა ის ავთენტური სტუმართმასპინძლობა და ის გარემო, რომელსაც ვთავაზობ ვიზიტორებს, აღიარებული იქნა როგორც ბრენდი და შესაბამისი სერტიფიკატიც გადმომეცა. ამავე დროს ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო პროექტში ვიყავი ჩართული, აუცილებლად უნდა აღვნიშნო შპარკასე და ეკო ჯორჯია, ასევე უნდა აღვნიშნო მწვანე მარშრუტი, რომელსაც ეკოტურიზმის ასოციაცია ახორციელებს და ამავე დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი მზისკარი, ეს მხოლოდ რამდენიმე ჩამონათვალია და ეს დიდ და კიდე სხვა რამდენიმე პროექტი და ეს დიდ მოლოდინს მიჩენდა მე, რომ ტურისტების არნახული რაოდენობა უნდა მიმეღო. მაგრამ ჩემდა გასაოცრად, დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, აი ზაფხულის ბოლოდან უკვე დაიწყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ სიმდგრადემ შესუსტება და დინამიკაში მივიღეთ ასეთი სურათი, რომ ფაქტობრივად სექტემბრის შემდეგ ტაბერნე გურიაში აცანას ვიზიტორი, ტურისტი არ ყოლია. თუ მანამდე ბოლო 3 წელი განებივრებული ვიყავი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორების სტუმრობით, მათი ემოციებით და აღფრთოვანებებით, აი იმედები გამიცრუა 2024 წლის მეორე ნახევარმა. ამ წლის დასაწყისზე უკვე აღარა მაქვს საუბარი, ტურისტი ჯერჯერობით არ ჩანს. აი, კესო, ეს სექტემბრიდან დაიწყოვო, აღნიშნეთ, პრინციპში ზაფხულის მიწურულს, ხო? ეს ალბათ რაღაცა გამოძახილით შეიძლება იყოს გაზაფხულის მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი შოკი. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ შორის განსაკუთრებით მგრძნობიარე ევროპელი ტურისტისთვის. აი, მათგან თუ იყო კითხვები, ეს აქაც დავაზუსტებ, ეს იყო ჯავშნების გაუქმება, თუ საერთოდ არ შემოსულა ჯავშნები და თუ გქონიათ რაიმე, ასე ვთქვათ, პასუხი მათგან, რატომ არ სურთ მათ საქართველოში ჩამოსვლა, როდესაც ეს იყო წლების განმავლობაში ტრადიცია, ხო? იცით, მე საერთოდ ტაბერნე გურიაში აცანას სტუმრებმა იციან, რომ მე ვიზიტორებს მხოლოდ წინასწარი ჯავშნების საშუალებით ვღებულობ. დიახ, ეს ჩემი მუშაობის სტილია, რიგი გარემოებების გამო.
საერთოდ აქტიურ კომუნიკაციაში ვარ ჩემს ყოფილ სტუმრებთან, რომლებმაც ჩემთან დააყოვნეს და გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ, ხო მე მათთან უმეტეს მათგანთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ხოლმე. და კერძო საუბრებში ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ იგრძნობა ცლილებები და იგრძნობა ეს რაღაც სხვა რელსებზე გადასვლის საფრთხეები და ასეთ შემთხვევაში მათი ინტერესი ნაკლებად იქნება საქართველოში მოგზაურობა, იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი მიზეზი ეს არის უსაფრთხოების თვალსაზრისი. ისინი თვლიან, რომ სხვა რელსებზე გადასვლით ევროპელი ვიზიტორებისთვის საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ იქნება, რაც აქამდე იყო. ხო, ძალიან სამწუხარო რეალობაში აღმოჩნდით ყველა და ეს ასე ვთქვათ, ძირითადად ვინ წარმოადგენდა ხოლმე ევროპელ ტურისტს და შესაბამისად აი ეს ხმაც საიდან გაჟღერდა უფრო მეტად, რომელი ქვეყნები ჭარბობენ და რომლებისთვის აღმოჩნდა ასე ვთქვათ, საქართველო გადაინაცვლა იმ ქვეყნების სიაში, რომელიც აღარ არის მათთვის სასურველი სამოგზაუროდ. თუ ჭრელი იყო, ასე ვთქვათ, დივერსიფიცირებული სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ, თუ რაღაცა შეგვიძლია რომ ვისაუბროთ რაღაც კონკრეტულ გამოკვეთილ ბაზრებზე, რომლებიც აქტიურად სტუმრობდნენ გურიას. დიახ, პირველ რიგში ჩემი სეგმენტი გახლდათ ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებული ეკოტურიზმით, გასტროტურიზმით, კულტურული ტურიზმით, ავთენტური გურიის ავთენტური ხაზის გაცნობით, ოჯახურ გარემოში გამასპინძლებით და დაინტერესებული იყვნენ ჩართულობით აი მასტერკლასებში, გასტრონომიულ მასტერკლასებში. აი ეს სეგმენტი აქტიურობდა ჩემთან და ძირითადად ჩვენ საკომუნიკაციო ენა თუ შეიძლება ასე ითქვას, გახდათ ინტერნეტი საშუალებით მიკავშირდებოდნენ ისინი მე და მეც მათ მოლოდინებს როგორც ჩანს არ ვამართლებდი, იმიტომ რომ მათი რეკომენდაციები, ესე იგი, უწევდნენ რეკომენდაციებს მეგობრებთან, ჩემს ობიექტს, ნაცნობებთან, ახლობლებთან, ზოგადად ინტერნეტში დებდნენ შეფასებებს და იმის და მიხედვით საქართველოში მოხვედრილი უცხოელი ვიზიტორი მიკავშირდებოდა და სტუმრობდა ხოლმე. განსაკუთრებით დატვირთული მქონდა 2023 წელი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს მასპინძლობდით. პირველ ადგილზე იყო ბელგიელები, იყვნენ ამერიკელები, იყვნენ ებრაელები, სხვათა შორის საკმაოდ ბევრი იყო უკრაინელები, დიახ, საფრანგეთიდანაც მყავდნენ ვიზიტორები. აი ეს ქვეყნები ძირითადად შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სხვათა შორის ჯავშნებიც გამიუქმდა, მე მქონდა ზამთარში გურული კალანდის აღსანიშნავად ჯავშანი, რამდენიმე ჯავშანი მქონდა ასევე დეკემბრის თვეში რამდენიმე ჯავშანი და დაახლოებით ერთი თვით ადრე, გარკვეული ინტერვალით ადრე მიბოდიშებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ვეღარ ახერხებენ გადაიდო ჩამოსვლა, დაუგეგმავი პრობლემების გამო თავს იკავებენ და ასე შემდეგ. ძირითადი მიზეზი ეს იყო. აქა-იქ ადგილობრივ ვიზიტორის გამასპინძლება მომიხდა, თუმცა რა თქმა უნდა. ხო, ეს არის ძალიან საინტერესო, როდესაც ტურისტების ნაკადი წყდება, რამდენად შეიძლება გქონდეს შიდა ტურიზმის იმედი ამ დროს და თქვენ შემთხვევაში რამდენად არის ხოლმე ბუსტი ქართველი მოგზაურები, თუ არის მათი მხრიდან ინტერესი? დიახ, არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ძალიან მცირე რაოდენობა მათი, იმიტომ რომ თვლიან, რომ თუ კი დრო აქვთ და შესაძლებლობა დროის თვალსაზრისით სხვა რეგიონები მოინახულონ და სხვა რეგიონებში მიიღონ ტურისტული სერვისები. რატომღაც თვლიან
მუსირებს ასეთი მოსაზრება, რომ გურია ტურისტულად მაინდა-მაინც საინტერესო არ არის, არადა ეს ასე არ არის. გურია არის რეგიონი, სადაც ერთი დღის მანძილზე ვიზიტორს შეუძლია ზღვის, მთის, თოვლის და მთაგორიანი სოფლების მონახულება და იმავე დღეს შეუძლია ქუთაისის ან ბათუმის აეროპორტიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაფრინდეს. ნუ ახლა გურია განსაკუთრებით მწვანე ხაზით არის საინტერესო და ევროპელი ტურისტისთვის მიმზიდველი. იმიტომ ჩვენთან მწვანე ბუნება ავთენტურად არის დაცული, შენარჩუნებული და რადგან ბევრი სიმწვანეა, შესაბამისად ბევრი სიჯანსაღია. კი ბატონო. აი ზოგადად რამდენად ვიყენებთ აი ამ რესურსებს, რაც თუნდაც გურიის მაგალითზე ახლა თქვენც ჩამოთვალეთ და მხოლოდ ესეც არ არის, ხო? კიდევ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ პოტენციალზე, რაც აქვს ამ რეგიონს. რამდენად სწორად ხდება თუნდაც ეკოტურიზმის ეს რო ჩავშალოთ კიდევ ტურიზმი კატეგორიების მიხედვით ამ პოტენციალის ათვისება და ზოგადად როგორ ვითარდება ეს მიმართულება და რა გჭირდებათ თქვენ თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც არ ვიცი, აი იგივე კერძო სექტორის ჩართულობით, რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად მოხდეს სრულად და ბოლომდე გამოყენება ამ რესურსების სწორად. პასუხს დავიწყებ იქედან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას და ზოგადად ხელისუფლებას, აი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, არ ძალუძს ან ნაკლებად აინტერესებს კერძო სექტორის მდგრადი განვითარება. აი ჩემს შემთხვევაში მაგალითად აინტერესებს განვითარება, მაგრამ ის ჩართული იყოს და დაინტერესებული იყოს ისე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, გრანტის გამცემი ორგანიზაციები ან ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეულ ცოდნას და ბენეფიტს გვაძლევენ, ნაკლებად შეიმჩნევა ეს ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება გურიის პოტენციალს, როგორც აღნიშნეთ, არის ძალიან მდიდარი და მას სწორად გამოყენება ჭირდება. თქვენ ასევე მკითხეთ მე, რომ ეს სიმწვანე რამდენად არის რაციონალურად გამოყენებული ტურიზმის სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ დაწყებულია ეს პროცესი, მაგრამ როგორც სხვა პროცესები, ესეც შეყომდა დაწყებულია. აი მე დიდ იმედს მაძლევს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ ესე იგი ჩართულობით დაწყებული პროექტები. ერთ-ერთი გახლავთ მწვანე მარშრუტი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ორ რეგიონში ხორციელდება, გურიაში, ლანჩხუთში და რამდენადაც ვიცი, კახეთში, პანკისში. ნუ თქვენ ალბათ ჩემი ახსნის გარეშეც მარტივად გააკეთებთ ანალიზს, რატომ არის ხაზგასმული ეს ორი რეგიონი, იმიტომ რომ განსაკუთრებული მწვანე საფარია, განსაკუთრებული მასივებია ტყის და აი ჩემი ობიექტიც სწორედ ერთ-ერთი მდებარეობს ამ სივრცეში, ირგვლივ მწვანე მთები აკრავს და არის შუალედურ ზონაზე, არც მთარი. კი ბატონო, კესო, აღარ დაგვრჩა დრო და მინდა რომ აი მოკლედ გვიპასუხოთ, როგორ ხედავთ ახლა აი ამ შეჩერებული, გაუქმებული და ჯავშნების ფონზე ბიზნესის ოპერირების გაგრძელებას, თუ რჩება გეგმების დასახვის რესურსი? რა თქმა უნდა, მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლავართ ზოგადად ყველა სფეროში. ამჯერადაც ვთვლი, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ორბიტას, თუ გვინდა ჩვენ ყველა კრიზისს თავი დავაღწიოთ და თუ გვინდა ქვეყანამ სწორად განვითარება შეძლოს. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის შესაძლებლობა და გამოსავალი იმ კრიზისიდან, რასაც თავს დავაღწევთ. მათ შორის ტურიზმის სფეროში. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა კესო ჩართულობისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ თქვენ გურიაში, ამ რეგიონისთვის და ზოგადად საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის და იმედი მაქვს, რომ დასახული გეგმებიც შესრულდება აუცილებლად დათქმულ ვადაში და დაუბრუნდებით ყველა ერთად ევროპულ რელსებს საქართველოს გახდება ამ ოჯახის ნაწილი. მადლობა, კესო მახა. შეიძლება ერთს დავამატებ მე დიახ, მოკლედ ძალიან.
თქვენს გადაცემაში ვიყავი ბოლოს, მაშინ პირობა მოგეცით, რომ ჩემს ღვინოს ჩამოვასხამდი. მე ვენახის შენება გურული ჯიშის დაწყებული მაქვს, ასე რომ მომდევნო ვიზიტზე ჩემი ღვინით გიახლები. აუცილებლად შევთანხმდით, პირობა დაიდო დღესაც და უკვე გელოდებით ამ სტუდიაში, ან შეგვიძლია ჩვენც ჩამოვიდეთ გურიაში ამ ღვინის დასაგემოვნებლად. მადლობა კესო მახარაძე, ტაბერნე გურიაში აცანას დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.